გორის დემოკრატიის სკოლაში ამომრჩეველთა საინფორმაციო ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა. საიტზე ხელმისაწვდომია საარჩევნო სუბიექტების პროგრამები და თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატების ხედვები ქვეყნისა და ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით. პრეზენტაციას გორის მერობის კანდიდატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები დაესწრნენ. ჩვენ მივეცით ყველას საშუალება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმოვედგინეთ თავიანთი ხედვები. ამ ეტაპზე ჩვენ პირველი სამი სუბიექტი გამოგვეხმაურა, ეს გახლდათ ქართული ოცნების კოალიციის წარმომადგენელი ბატონი ზურაბ კვირიშვილი, ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის წარმომადგენელი ბატონი მამუკანოზაძე და ნაციონალური მოძრაობის კოალიცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ბატონი არჩილ საბიაშვილი. ამორჩევლებს ყველას გვეძლევა საშუალება ყველა კანდიდატის ხედვას გავეცნოთ, მათ მოსაზრებებს და ეს კიდევ განსაზღვრელია იმისა, რომ უფრო გააზრებული არჩევანი გავაკეთოთ მაშინ, როდესაც 15 ივნისს მივალთ საარჩევნო ყუთებთან. ფარვეზებთან დაკავშირებით ერთ-ერთი რაც იქნა გამოკვეთილი დღეს პრეზენტაციის დროს, აღინიშნა ის, რომ ყველა კანდიდატი არ არის ამ ეტაპზე წარმოდგენილი, რაც ალბათ გამოსწორდება.